დღეს მე და ქალბატონი დედა შევეცდებით რომ გავარკვიოთ რომელი ვიდეო არის რეალური და რომელი არის ხელოვნური ინტელექტით დაგენერირებული. კაგახანი. ძალიან საინტერესო ბრძანდებით ამ ვიდეოს. შენ მინდა რომ რაღაცა გამოკითხვა ჩაგიტარო. სწორი რესპონდენტი ხარ თუ არა ამისთვის. იყენებ თუ არა Facebook-ს? კი. ხშირად სკროლობ თუ არა Facebook-ს და ხვდებათ ვიდეოები? სკროლობ ხშირად, რა თქმა უნდა. კარგი, ბრძანდებით თუ არა 45 წელს ზემოთ? არა. ბრძანდებით თუ არა 45 წელს ზემოთ? რო გავჩუმდე? ბრძანდებით თუ არა 45 წელს ზემოთ? კი. კარგი, მაინც რომ დავაკონკრეტოთ თქვენი ასაკი, ეს ხელების ჟესტი რამეს გეუბნებათ თუ არა? არა. არა. რიცხვი 67. ინგლისურად შეიძლება ითქმებოდეს ასე, 6-7. რამეს გეუბნებათ თუ არა? ნუ 7-იანი ურევია ჩემს. კარგი. 6-7 რამეს გეუბნებათ? 6-7. სწორი რესპონდენტი ბრძანდებით ნამდვილად. რატო? მაგას მალე გაიგებთ. კარგი, მოდი დავუწყოთ მაიკლ ჯექსონის ეს ძველი ვიდეო. ნამდვილია თუ ფეიკია? ფეიკია. რატო? რაც მოძრაობები, ფეხის მოძრაობები მგონია რომ ცოტა არარეალურია. ის რეალურია რომ მაიკლ ჯექსონი KFC-ს იპარავს? ნუ ახლა შეიძლება ვიდეო გადაიღო რაღაც ახალისო. მაგაში ახლა არაფერი ისეთი არა, მაგრამ აი ფეხების მოძრაობა ცოტა არაბუნებრივი იყო. გინახავს მაიკლ ჯექსონის ფეხების მაგრამ მოძრაობა? მინახავს როგორ არის სიმღერებში, მაგრამ მაგ ნამეტანივე აი იატაკი და ფეხი რაღაც არაბუნებრივად რა თავიდან ნახე? აი ნახე. ნახე? რა მაგრამ აი ფეხები აი რა ვიცი ბა. და ფეხების მოძრაობა. მე იმით უფრო დავეჭდებოდი რომ მაიკლ ჯექსონი 2009 წელს მოხვდა და KFC-ს ნამდვილად ვერ მოიპარავდა. რატო არ არსებობდა ეს ბრენდი თუ რა? KFC როგორ არ არსებობდა, მაგრამ შეიძლება ვიდეოსთვის რაღაცა ადამიანმა გადაიღო. მაიკლ ჯექსონმა და მაიკლ ჯექსონმა. რა, შეიძლება მე ახლა ისეთ ვიდეო გადავიღო, რომ სადღაც ბანკში შევარდი და რაღაცა ავიღე კალო. შენ ხარ ქალბატონის დედა, ეს არის მაიკლ ჯექსონი. რა. ეს ნამდვილია თუ არა? რა თქმა უნდა არა. რატო? კატები ვიოლინოზე არ უკრავენ. რა ვიცი, ჩემი ლასკა არ უკრავს და ეს? რა თქმა უნდა არ არის ნამდვილი. აი ამაზე რა სიტყვით? დრამზე და აი ამაზე? ამაზე ეს ფეიკია. ესე კატა ვერ დაუკრავს. და სერიოზულად რომ პას. ეს? ნამდვილია რა. შენ არ გამორიცხო ის ფაქტი, რომ შეიძლება მონტაჟი იყოს უბრალოდ რაღაც, მაგრამ ადამიანები ნამდვილი იყო. არა, ხელოვნური ინტელექტია ესეც. ეს ნახე. ეს ხელოვნური ინტელექტია. სხვათა შორის ესეთ ვიდეოს რო ხედავდი ხოლმე, მეგონა ნამდვილი იყო. და რამ შეგაცვლები? იმიტომ რომ ისეთი ვიდეოები ვნახე მერე და მერე მივხვდი რომ ძალიან რეალური ვიდეოების გადაღება შეიძლება იმ ხელოვნური ინტელექტით. ანუ შენ იმ ხალხს არ ეკუთვნი, რომელიც ადრე რო იყო ტრენდი, იცი შენ ეგ ბაბუა ჩემა გამოთალაო და ტირის ამ ბიჭმა ხის რაღაც გამოთალაო და არავინ დაუფასაო და ტირისო ახლა. არიცი? ახეთ რა ქალბატონი მიზის ეს გაუმაზია მთავარი ის. ხო, ახლა ყველაფერს თვალს ნამდვილად ვერ ვადევნებ. მათაშ შორის შენ რო იყავი ბოლო ჩემთან მოსული, შენ თქვი რომ 100.000-ზე მოვალო, მაგრამ გადავაბიჯეთ ჩვენს პრინციპებს და მოგიყვანე ის. მაგრამ ამ თვეში ჩემ არხზე ხდება რაღაცა სწაული რა. ძალიან მაგარი შედეგები. რას ეტყოდი ხალხს? რას ეტყოდი ხალხს? რა ვიცი ახლა რა უთხრა. თხოვე, აი ჩემს მიმართ რაღაცას თხოვე. გამოიწერეთ ბენის არხი, ბევრი ლაიქები, ბევრი კარგი კომენტარები. სხვათა შორის 60.000-ზე ავდივართ, შეიძლება ამ ვიდეოთიც ავიდეთ ახალ წლამდე. ძალიან კარგი. მე რა დამსახურება მე. კამფეტს გიყიდი. შოკოლადი. შოკოლადს გიყიდი. ნაზრია თუ ფეიკი. ჯერ ადამიანები რაღაც არაბუნებრივად მსუქნები არიან. ნახე რა სიტყვილიფება არა შეიძლება ეცა. არა რა სიტყვილიფება. სონდავე. ეს ნაღდია თუ ფეიკი? ვიცი. ფეიკი. ახალცა. ფურა. ნამდვილად მინდოდა მეთქვა ნამდვილი თავიდან, ნამდვილია. სალამტვინი არ ამოუხო. ნამდვილია თუ ფეიკი? დაკა. ნამდვილი. არა, ესეც აი. ესეც ხელოვნური ინტელექტია. ეს ნამდვილია თუ ფეიკი? ფეიკი. არა. ნამდვილია? ნამდვილი. ეს არის ნამდვილი.
ეს აღარ დამაბნეველად გირჩა მე ვიდეოები. რთულია ფაქტობრივად განასხვაო ნამდვილია თუ ფეიკი. რთული არის, მაგიტომ ყავ ვიდეოში. თუ არ იცი რაღაცა ნიუანსები, რთულია. აი. ნუ ხა კატარომღერის ბუნებრივია მიხვდები რომ ხელოვნური ინტელექტია და აჰა. აი, ეს ნამდვილია თუ ფეიკი. ფეიკი. ნახე. საწყალ. და ზაღლად გადაიქცა კატა. ნამდვილია თუ ფეიკი? ფეიკი. ფეიკი. რატომ ფეიკი? ხალხი გაიქცეოდა ესეთ რაღაც რო ხდებოდეს. ამან შოქში არის. ისეთ შოქში არ იქნება ყველა რო გაშეშებული იყოს. კაი, ფეიკი. ფეიკი. ო, ნუ ძირითადად გამოვიცანი. ძირითადად იცი. ნამდვილია თუ ფეიკი? ფეიკია რა თქმა უნდა. ნამდვილია. ნამდვილია. მართლა? ნახე. რა კაია მეც მინდა. მეც მინდა ის. ფეიკი. всё, გაასწორა სამუდამოდ. აჰა, ეს ნამდვილად ფეიკი. ფეიკი. რაიც. ნახე. ძალიან რეალისტურად მოხდა ჩემი აზრით. რო გადარჩა ეს უკვე არ არის რეალისტურია. ნუ ექიმი ახლა ისე რო არ მოიქცევა ფაქტია. რატო იქნა გასაკაცუნებელი? ნამდვილია თუ ფეიკი? ფეიკი. ხლები არ დაფრინავენ. თუ ხანჯლებია. თავმოშრომლობა. ხლები არ დაფრინავენ, მაგრამ შეგიძლია დრონზე დაამაგრო ხო? ახლა დრონი არ ჩანს და დრონი. დრონები. ნამდვილია. ნამდვილია თუ ფეიკი? ფეიკი. ფეფშები არ გატყდა. თუმცა ქაღალდი შეიძლება ყოფილიყო. თუ ნამდვილია. კაია ინგლისური რო არ იცის და ვერ კითხულობ საწერია ვიდეოზე. კიდე რამდენ ლაიქზე დაბრუნდები შენ? გავედი 70,000. 70,000 ლაიქზე. საყოველთაო. ხო იცი გამონათქვა მე ცას თუ დაუმიზნეო, ცამდე ახლა და გაჩერდებიო შენ პირდაპირ იქ სხვა galaktikაში. 70,000 ლაიქი ტეტრისს არ აქვს. არც ერთ ვიდეოს მილიონიან ვიდეოს. ო, ლაიქი ძალიან ბევრია. გამომწერი. ტეტრისი დაბრუნდა კიდე, ხო? ვიცი, გილოცავთ. იხარია, პერს გაუხარდება ვიცი. გამოიწერე ტეტრის არხი და იანვრიდან უკვე დავიწყებთ რა ნელ-ნელა და ეხება მოძრაობა. მოძრაობა. დიახ. რამდენ ლაიქზე მოხვალ მეთქი ის? ლაიქი თუ გამომწერი? ლაიქი, გამომწერი 70,000 კარგი ისაა, მაგრამ ისე მივდივართ. ამ თვეში მოვიმატეთ 4,300 გამომწერი მე მგონი. ისე მივდივართ, შეიძლება იქ თოთოში მოგვიწიოს 21 მაქნავს. იყოს კაცო, მე ხვალაც გადავიღებ თუ ხალ უკვე იქ და არა, რაღაც ჩელენჯები თუ უნდა გქონდეს. ეს ვიდეო რამდენ ლაიქზე უნდა ავიყვანოთ? და 70,000 გამომწერი, ოკეი, ბაზარია. მინიმუმ 30. 30,000 ლაიქი, საერთოდ. იმენამ თუ არის დაუმიზნა ეგ. 30,000 ლაიქიო, თუ 30,000 ლაიქი არ გამოვიდა, 70,000 გამომწერზე მოვალ. ან ერთი ან მეორე. ხო, 60,000-ზე ავიდეთ ძალიან. ოკეი. ეს ნაღდია თუ ხელოვნური ინტელექტია? ნუ ხელოვნურია რა თქმა უნდა. მოიცა. არა, ნაღდია. ნახე როგორ გადადის იმიდან. ნუ გადადის მონტაჟი კი ამაგ მაგრამ ნახე ადგილები რეალურია. როგორ დადის, ანუ როგორ უმთხოვს ზუსტად იმ ხო, მოძრაობებს. ნუ ეს მაგარისა მონტაჟი. მართალი. და ესეთი ისინი. ნამდვილია თუ ხელოვნური ინტელექტია ეს? სახალხო ხელოვნური. ნამდვილი. ესე მორთის. ოჩახ და შეიძლება ესეთი მორთული რო გაფრინდეს, აი ამაზე დავეჭვდე. არ ვიცი. რამდენად იმ ცის მაგრამ სადმე ნახეთ რა მიფრინა, აი აფრენის მომენტია არა, აფრენის განა. ნუ თუ ეგრეა. ნაღდია თუ ხელოვნური ინტელექტია ეს? ხელოვნური. ფეხის ნაკვალებები არ რჩება რაღაც ერთ მომენტში. აბა ძაღლის ნახე ნაკვალები არ ჩანს. ნახე როგორ არა აგირე. ნუ რაღაცა იქით-აქეთ ძალიან ის. აი არა ხელოვნური ინტელექტს რატო უნდა მიხვდე, იცი? რატო აქეთ თუ მოდიოდნენ იქით რატო გატრიალდნენ? ვარჯიშობენ. ხო, მაგრამ რა წრეს ნაურტყამს ადამიანი ხო რა? ვახ. ეს ნაღდია თუ ხელოვნური ინტელექტი? მე მგონი ხელოვნური, იმიტომ რომ რაღაცა რელიეფი არ არის, რაღაც ბუნებრივი. ნაღდია. ავსტრია. ხელოვნური ინტელექტია თუ ნაღდია? აუ, არ ვიცი, უნდა დავფიქრდე. მე მგონი ხელოვნური. აჰა. ნუ რა თქმა უნდა ხელოვნური. არა, ვიფიქრე რამე მონტაჟი ხო არ აქვს. აი ეს რო მოხდარიყო და არ დამიჯერე რა დღეებიც ქონა ამ კაც დარჩენილი ეგეც არ ექნება. არა, ვიფიქრე რაღაცა მონტაჟი აქვს კიდე. არა. ხელოვნური. ნაღდი.
და ის რა ჩამოდის? ჩანჩქერი. ჩანჩქერია და იქით მზე ალბათ სავარაუდოდ. არ ვიცი. ხელოვნური ინტელექტია თუ ნამდვილი? ნამდვილია. ნუ რაღაცა უდაბნოში რაღაც ადგილი ეტყობა, ასართობიან რაღაც. თუ ის ნამდვილი იყო? ნამდვილია, ქალო. აი ეს ნამდვილია? ნამდვილია, ხო? ფიგურებია. ნამდვილი. ეს გამოსახულებები, არა, შმაკები და რაღაცებია. მე ამაზე მე მეგონა ამაზე ამბობდი იმენა ამ კონკრეტულზე ხელოვნური ინტელექტია და დანარჩენი ნამდვილია. არა, ეს რაღაცა თითქმის ბოლოში გავედით. თითქმის ბოლოში გავედით. მეტნაკლებად კაი, უფრო როგორი თემა ის ხელოვნური ინტელექტი. ასკრინო ხელოვნური ინტელექტია, მაგრამ შენ რეალური ვიდეოები გონია უკვე ხელოვნური ინტელექტი. ანუ რეალური ვიდეოებზე გეშლება. რეალურს აკეთებენ, ახლა ძალიან რთულია. ახლა ნახე. ისევ ინტუიციით ან გარყამან არა. ეს არის ახალწლო ეპიზოდი. უსურე ხალხს რამე. გილოცავთ დამდეგ ახალ წელს 2026 წელი ყველასთვის ბედნიერების, ყვავის, ბარაქის, ოცნებების, სიყვარულის და გულში ჩაფიქრებული ოცნებების ასრულების წელი ყოფილიყოს. მე კიდე გეტყვით, რომ რაც 2025-მა დაგაკლოთ, ან ვერ გააკეთეთ, აღგედგინოთ 2026-ში და გააკეთებინოთ და ყველაფერი აღსრულებოთ, რაც წელს ვერ აგისრულებთ. შენ სად ხვდები ახალ წელს? ჩემთან ერთად? რა თქმა უნდა. მერე რა? ჯერ სახში მერე ვნახოთ, არ გააქვს? მერე ვნახოთ. ლუპერში გვაქვს საახალწლო ფარტი, სადაც ვიქნები მეც, შენი შვილი იღიღინებს, ვიმღერებ, ოზიც იმღერებს და კიდე რამოდენიმე სტუმარი გვეყოლება, ცნობილი ხალხი, რომლებიც ძალიან იმღერებენ, ან იქ იქნებიან და შეუძლია. ახლა ამ ადამიანს, ვინც ჩვენ გვიყურებს, მოვიდეს და ჩვენთან ერთად იყოს. ჩვენიერია. ფოტოშოპის ბარიდან მოვიბარეს. ახლო-მახლოს ვიქნები და შეიძლება შემოვირგინო. კაი ბატონო. მოდით, იმღერებ. მეგობრებთან ერთად შეიძლება? შენ არ შეიძლება დაგაფეისე. აბა ეს ხელოვნურია თუ ნაღდი? ხელოვნური. ნაღდია. ხო, ის მეც მინდა. ფრიზბი? ხო. ფრიზბი ხო გქონდა არა და. ეს უფრო სხვანაირია. ნაღდი ფრიზბია? რაღაც ელექტრონულია. ელემენტებზე ეტყობა. არა, ქარია просто. მართლა. ო, საწავიდა. რეალურია თუ ხელოვნური ინტელექტი? რეალურია. რატო ფიქრობ? იმიტომ რომ აი წყალთან რომ მიდის ძალიან რეალისტური ისინი აქვს შეფერდი და ისინი. სხვათა შორის ძალიან ცუდი ვიდეო არის ეს. რატო? უკანასალტო გააკეთა და თურმე ეპილეფსია დაემართა. ნუ ახლა უბრალოდ იმისთვის გააკეთა. არა, ანუ ამ ტიპს მართლა ეპილეფსია აქვს და ესო გააკეთა ეპილეფსია დაემართა აქა და მართლა? ხო. საწყად. პირველი რატო დაგისვრი კითხვები ასაკზე, Facebook-ზე, სკროლაზე. ნუ რამდენად ვიყავ გათვითცნობიერებული, ან ჩემ გონება რამდენად იყო დაჭუჭყიანებული აი ამ რაღაც ვიდეოებით. შენი ასაკის ხალხი ძალიან ხშირად ებმევა ხაფანგში ხმოვანი ხელოვნური ინტელექტით, ფოტოთი, ვიდეოთი, ნებისმიერ რაღაც. რა თქმა უნდა, იმიტომ ჩვენ არ გვაქვს იმდენი დრო, რომ აი ამ რაღაცებს ძალიან ისე ვადევნოთ თვალყური და რაღაც არა, ასაკში მე ადამიანი სკეპტიკურიც ხდება იმის მიმართ, რომ ვიღაც პატარა რო გეუბნება რომ ეს ხელოვნური ინტელექტია, შენ მისგან ვერ იღებ იმას, რომ აი, არა, ძმაო, მე უკეთესად არ ვიცი, შენ პატარა ბავშვი ხარ და რაღაც ახლა პატარა ბავშვი უფრო მეტი იცი დაჟე ვიდრე მე. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ვერ შეედავები, იმიტომ რომ ახალგაზრდებმა უფრო მეტი იციან. მე მანიპულირებენ ძალიან შენი ასაკი, შენზე უფროსები, დაჟე შენზე უმცროსებითაც მანიპულირებენ ბევრ რაღაცაზე და რაღაც ინფორმაციას ან უდებენ ტვინში, ან არასწორად მოხდ ყოველ შემთხვევაში. რა, ყველაფერში შეიძლება მაგის გამოყენება. ასე რომ, პრებში შეგეშალა უფრო მეტად, რა რეალურიც ხელოვნური ინტელექტი გეგონა იმდენად დაიზმენებული ხარ. არა, იმდენად რეალისტური ვიდეოები ამ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი, რომ აი მართლა რთულია. გაარკვიო, თორე ახლა იმიტომ რომ მე რაღაცა იქ შემეშალა და რაღაცის უცოდინრობის გამო არ ამგონია, უბრალოდ ძალიან რეალისტურია. ქალბატონო დედამ გითხრა რომ 70000 გამომწერზე მოვიდო და კიდე ერთხელ ვიდეოში, ან და 30000 ლაიქს. კი ბატონო. ან ერთი ან მეორე. ან ორივე ერთად. 60000 გამომწერამდე გვაკლია სულ რაღაც 800 გამომწერი დღის მიხედვით. შეგვიძლია რომ ახალ წლამდე ავიდეთ 60000-ზე. თუ შესაძლებელი იქნება რომ გამოიწეროთ არხი, ვიდეო დაალაიქოთ. ქალბატონ დედას უთხრათ რომ მადლობა ქალბატონო დედა მოლოცვისთვის, ახალი წლისთვისო და ყველაზე კარგი წელი გქონოთ.